პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ რუსთავში ჩატარდა ისევ ძალიან კარგი აქცია. ძალიან დიდი მადლობა რუსთავის მაცხოვრებლებს და შემოგარენიდან ჩამოსულ ხალხს იმისათვის, რომ მიუხედავად ცუდი ამინდისა, მიუხედავად წვიმისა, ბოლომდე იდგნენ და დიდი ინტერესით ადევნებდნენ ხალხურს ჩვენს აქციას. მოგეხსენებათ, რომ შემდეგი აქცია ჩატარდება რაჭა-ლეჩხუმში 26 და 27 აგვისტოს. აგრეთვე დაანონსებულია უკვე 2 სექტემბერს თელავის აქცია. მე მინდა გამოვეხმაურო პრესაჯის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და კმაყოფილება გამოვთქვა იმის შესახებ, რომ პირველი არხი მზად ყოფილა პირდაპირ ეთერი და ტელეხიდი დაუთმოს ქართულ ოცნებას და ქართული ოცნების ლიდერს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. თუმცა გასაკვირია, რომ ჩვენ ამას ვიგებთ სხვისგან და არა თავად პირველი არხისგან. გვაქვს კიდევ ახალი ინიციატივა, რომელიც 18 აგვისტოში თარიღდება. ეს შენ გეხება სრულიად სამართლიანად ჩათვალა, რომ მის 17 პუნქტიან გეგმაზე შეიძლებოდა დამატება და არა პირიქით რაღაცისთვის ამ 17 პუნქტის დამატება და თავის დეკლარაციაში შეიტანა ერთი პუნქტი, რომელიც მე მინდა წაგიკითხოთ და რომელიც ჟღერს ასე. საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ ზემოთ ჩამოთვლილი პირობებით ჩატარებული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგებს. კოალიცია ქართული ოცნების სახელით მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ საარჩევნო ბლოკი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება მზად არის შეუერთდეს ამ დეკლარაციას და ხელი მოაწეროს მასზე. ნაციონალური მოძრაობას დაქვემდებარებული CSKO-ს გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ქართული ოცნება, უпростоრად, საარჩევნო ბლოკი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება არჩევნებს მოიგებს 7 ნომრითაც, 47-ითაც, 77-ითაც, უნომროთაც და საერთოდ ამას ამხელა მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ არჩევნებს მოვიგებთ ყველა ვარიანტში და ის, რომ CSKO უარს გვეუბნება ჩვენს მიერ უკვე გამოცხადებულ ნომერს, რომელიც კანონიერად გვეკუთვნის, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, თუ როგორი შიში აქვს ნაციონალურ მოძრაობას, რომ ამ არჩევნებს წააგებს. მინდა ნაციონალურ მოძრაობას, CSKO-ს, სასამართლოებს, მოგელაძეს, ყველას, ვინც მათ ექვემდებარება და ვინც მხოლოდ იმითია დაკავებული, რომ ქართულ ოცნებას შეუზღუდოს მოქმედების არეალი, უთხრა, რომ მათი შიში საფუძვლიანია. ისინი 1 ოქტომბერს აუცილებლად წააგებენ არჩევნებს.